დილამშვიდობის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. დავით მესხიშვილი ყავს სტუმრად, ძალიან აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან და ძალიან ცოტა დრო გვაქვს და მაქსიმალურად მინდა რომ ამ დროში მიმოვიხილოთ ყველაფერი. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ განვიხილოთ თუ რას გულისხმობს ეგრეთ წოდებული შავი წერტილები ქალაქში. რა ანომალიას ვაწყდებით არსებულ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და რა უნდა განსაზღვროს სახელმწიფომ სწორად და რა ხელშეწყობა გვჭირდება მათგან ამ მიმართულებით. დილამშვიდობისა, შავი წერტილები რამდენიმე წლის წინ ასე ვთქვათ, ამ ტერმინს არ ქონდა ფორმულირება საკანონმდებლო დონეზე, დღეს შავი წერტილები განმარტებულია, როგორც გზის მონაკვეთი 300 მეტრის ასე ვთქვათ სიგრძეზე გზის მონაკვეთი, სადაც 3 წლის განმავლობაში ჯამში დაშავდება დაახლოებით 10 ადამიანი ან მეტი და დაიღუპება, ანუ საერთო ჯამში დაშავებულების და დაღუპულების რაოდენობა გადააჭარბებს დაუშვათ 10-ს, ან დაღუპულების რაოდენობა იქნება 4. ნუ ესეთი ადგილები ძალიან ბევრია საქართველოში, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ დედაქალაქის გარეთაც, საქალაქთაშორისო გზებზეც, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, ასევე საერთაშორისო გზაზეც. ასეთი ადგილები ბევრია მაგალითად იგივე ბათუმში, ბევრია ქუთაისში, დიდ ქალაქებშიც. დღეს ჩვენ ანუ განმარტება გვაქვს, რა არის შავი წერტილი, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს შავი წერტილები, ხო? კიდევ უფრო გასაგებ ენაზე რო ვთქვათ ხალხისთვის, ეს ის ადგილებია, სადაც საგზაო შემთხვევა ხდება და ყოველთვის ზღოლის ბრალი ვერ იქნება, იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე, როდესაც ესე იგი რაღაც სულ ხდება, რაღაც სხვა გარემო ფაქტორებია ხელშემწყობი და აი ამას უნდა სწავლობდეს კომისიური წესით ექსპერტთა ჯგუფი. ეს ხომ არ არის გზის საფარის გამო, ეს ხომ არ არის დაუშვათ გზის შევიწროების გამო, ხომ არ არის განათების პრობლემის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვა ბევრი ფაქტორი. აი ეს განმარტება შავი წერტილის, ასე რომ ვთქვათ. და აი ამის შემდეგ უკვე რომ დადგინდა რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი არის შავი წერტილის სტატუსით, აი რა ქმედებები მოდის შემდეგ, ვინ ხო, კანონმდებლობით ესია რომ ბრძანება არის ინფრასტრუქტურის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი. შინაგან საქმეთა მინისტრი ინფორმაციას გადასცემს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელმაც კომისიური წესით უნდა შეისწავლოს. მაგრამ მთელი მთავარი პრობლემა აქ იწყება, რომ ეს ბრძანება ვრცელდება საქალაქთაშორისო გზებზე სინამდვილეში, რომელიც არის გზების დეპარტამენტის დაქვემდებარების ქვეშ და მუნიციპალურ გზებზე ეს არ ვრცელდება. ანუ მუნიციპალურ გზებზე რა პოლიტიკა ტარდება იმისთვის, რომ შავი წერტილი აღმოიფხვრას, ჩემთვის პირადად უცნობია. რა სამწუხარო, ანუ რეალურად ბოლო 1 თვის განმავლობაში მეტეხის ხიდზე განვითარებული მოვლენების ირგვლივ ჩვენ პასუხი არ გვექნება დღეს. მეტეხის ხიდი, ხო, თავისი ეხლა უკვე აი ამ შედეგებით, სამწუხარო შედეგებით, რომელიც დაგროვდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გასულ წელსაც იყო ანალოგიური შემთხვევები, სრულად შეესაბამება შავი წერტილის სტატუსს, ხო, განმარტებას რაც ჩვენ ვთქვით. აი აქ საჭიროა გასვლა უკვე კომისიური წესით, შესაბამისი დარგის ექსპერტების და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ნიშანდობლივია კიდევ რამდენიმე ფაქტორია, ერთი რომ ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, ხო, მარტო დედაქალაქზე რომ არ ვთქვათ, იგივე მაგალითად გურჯაანის გზაზე მუდმივად გვესმის ქვეითების გარდაცვალების შესახებ. აი მუდმივად, ხო, თვე არ გავა, შეიძლება კვირაც კი არ გავიდეს. რას ნიშნავს ეს, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად ქვეყანაში პრობლემა არის ქვეითების დაცვის თვალსაზრისით. დაღუპულების და დაშავებულების მესამედი მოდის ქვეითებზე, ხო? ანუ თუ არის დაუშვათ 450 დაღუპული წლის ჭრილში, აქედან მესამედი არის ქვეითად დაღუპული. ანუ ეს რაღაც პრობლემაა. თუმცა უნდა აღინიშნოს აუცილებლად ის ფაქტიც, რომ ქვეითებიც საკმაოდ ხშირად არღვევენ წესებს და არ ემორჩილებიან, თქვათ, იმ შუქნიშანს, მათთვის განსაზღვრულ წესებს და ასე შემდეგ. ესეც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვფიქრობ, ამასაც გარკვეული კუთხით უნდა მიეხედოს. კი, გეთანხმებით ეს პრობლემაც არის, მაგრამ აი იმის და მიუხედავად ქვეითი რომ არღვევს, მაინც სტრუქტურა ისევ და იყოს მოწყობილი, რომ დაღუპვის მიზეზი ეს არ უნდა ხდებოდეს. ამისთვის პირველ რიგში მთავარი არის სიჩქარის მართვა, ანუ სიჩქარის პოლიტიკა უნდა იყოს სწორი მუნიციპალიტეტებში, მაგალითად ევროკავშირის დედაქალაქებში
სიჩქარე შეზღუდული არის ცენტრალურ უბნებში 30 კმ/მ-მდე, რაც ნიშნავს იმას, რომ შეჯახების შემთხვევაში 95% შემთხვევებში გადარჩება ქვეითად მოსიარული. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს რეალურად ამ ეტაპისთვის მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკა სიჩქარის მიმართულებით. მე ვიცი რომ არის გეგმაში რომ და შეიზღუდოს თავშოთ 50-მდე, შეიძლება იქ შემთხვევაში 40-მდეც, მაგრამ აქ გვჭირდება უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები იმისთვის რომ აი ესეთი მაჩვენებელი არ იყოს. ანუ მთავარი მკვლელი დარღვევა ჩვენს გზებზე არის სიჩქარის გადაჭარბება, იმიტომ რომ საგზაო მოძრაობის წესები შეიძლება მძღოლმა დაარღვიოს, შეიძლება მოხდეს ასე, მაგრამ ხო, თუ ის არის დასაშვებ ზღვარში, არ გამოიწვიოს მსხვერპლი. ამიტომ ეს რჩება მთავარი პრობლემად, რჩება ის რომ ქულათა სისტემა არ არის მართვის ქულები გულისხმობის შემთხვევაში არ არის მიბმული სიჩქარის გადაჭარბებაზე, ანუ არ აკლდებათ ქულები ამ დარღვევისთვის, რას ნიშნავს ეს რომ თუ ვინმეს აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ანუ აქვს ფული, შეუძლია ესე იგი დაარღვიოს 160-ით, 180-ით გადაადგილდეს, მანამ ესე იგი არ შეიძლება მანამ არ მოახდეს საგზაო შემთხვევას და იხადოს ეს ჯარიმები. ეს ძალიან ხშირია. ნაკლებობა არ ხდება ასეთ შემთხვევაში. ხო, აქ განიხილება რაღაც ტექნიკური ხასიათის და ტექნიკური შინაარსის პრობლემები, რომ აი კამერასთან მიმართებაში როგორ მეხვდება იდენტიფიცირება საჭესთან ასე შემდეგ, მაგრამ არის გარკვეული რაღაც გამოცდილებები საერთაშორისო რომელთაც ესე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რატომაც ქულათა სისტემა შემოვიდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად იყოს წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, ფინანსურად შეძლებული ადამიანი თუ შეჭირებული, ეს პრინციპი ირღვევა. ეხლა ამჯერად. ბატონ დავით, ვინაიდან ცოტა დრო გრჩება, მაყურებელს ორიოდე სიტყვით რომ ჩამოუყალიბოთ, ან ვუთხრათ კონკრეტული წერტილები, სადაც გუმართებს სიფრთხილე, თბილისის მასშტაბით განვიხილოთ ამ შემთხვევაში, რომ უბრალოდ მხედველობაში ვიქონიოთ ხო, ესეთი გამოქვეყნებული ბოლომდე დეტალურად ესეთი ინფორმაცია, პრინციპში ეს ახალი რუკა შედგენილი არ არის, მაგრამ იმიტომ ეს მუდმივად განახლებადი უნდა იყოს. საერთოდაც ელექტრონული ფორმატით უნდა იყოს და მუდმივად ახდებოდეს და ვიგებდეთ, ყველად უნდა ვიგებდეთ, ხო? რა თქმა უნდა, და უფრო მეტიც საერთაშორისო გამოცდილებით არის ის, რომ მძღოლი იღებს შეტყობინებას გზაზეც, მათ შორის, რომ უახლოვდება შავ წერტილს, სადაც დაშავდა ამდენი ადამიანი დაიღუპა და მაქსიმალური ყურადღება გამოამჟღავნოს. ეს ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი არის. დედაქალაქში ბელიაშვილის ქუჩაზეც რომ იყოს ადაპტორიას ყველაფერი. რა თქმა უნდა. და ესეთი ადგილები არის თბილისში, მაგათი ბელიაშვილის ქუჩაზეც არის პირველი არხის წინ კოსტავას ქუჩაზე, სადაც მუდმივად ხდება საგზაო შემთხვევაში ძალიან ბევრი გზაჯვარედინიც და გზაჯვარედინი, იმიტომ რომ აქ უნდა ვთქვათ მძღოლების კომპეტენციაზეც. კი ბატონო. ხშირად მძღოლებმა არ იციან გზაჯვარედინზე მოძრაობის წესები, რაც იწვევს რა დროს უნდა დაცმონ, რა დროს არ უნდა გადაკვეთონ საპირისპირო მოძრაობა და ასე. და არის ეს პრობლემაც. ბათუმში არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი ტყელ აბუსერიძის ქუჩა ნომერი 13, ეგრეთ წოდებულ არკასთან, სადაც მუდმივად ხდება საგზაო შემთხვევა და მუდმივად ამ შემთხვევაში არის ქვეითი ჩართული. თუ გავგახსენდება იგივე ცოტა საქალაქთაშორისო მიმოსვლაც ქუთაისის წყალტუბოს გზა არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი კატასტროფული შედეგების მატარებელი და გვაქვს სამწუხაროდ ბევრი ესეთი მონაკვეთი. ამიტომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ამ შავი წერტილების იდენტიფიცირება, მერე გამოქვეყნება და მერე მძღოლების გაფრთხილება, რომ ისინი მოძრაობენ იმ კონკრეტულ ზონაში, სადაც უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე. ეს არის რაც შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით. საკმაოდ ვრცელი თემა, უბრალოდ დრო გვეწურება. კიდევ ბევრი შეკითხვა დარჩა პასუხი გაუცემელი, თუმცა აუცილებლად გელოდებით კიდევ ამ და სხვა მიმართულებებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი, ძალიან გვიყვარს თქვენი სტუმრობა ჩვენთან ეთერში. შევახსენებ მაყურებელს, რომ დავით მესხიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.